ვაკეთებ. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. წულუკიანისა და კომპანიის შრომას პირდაპირ ეთერში ვიღაცა გულის მოსაფხანად უყურებს. ვიღაც ინტერესს, ვიღაც გასართობად. არადა, გადასარევი შესაძლებლობაა იმ კონკრეტულ მომენტში. დიდი ბატონის გუნება-განწყობის ამოსაცნობად. აი მაგალითად ერთ-ერთი ბოლო მაგალითი. დარტყმა გერმანიის ყოფილ ელჩზე, რომელიც ჩვენ ყველას ბატონი ბორისის დიდი და განუყრელი მეგობარი და მფარველი გვეგონა. მეცაც გეტყვით. ხმები დადიოდა, ხმები. რომ ეს პატიოსანი კაცი გორის კრიპტოქარხნის მეწილედ აქციეს. ოღონდ მისი მეცადინეობით გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა ჰქონდათ. გარანტირებულიც ჰქონდათ. თავის დროზე იმასაც ამბობდნენ და ამბობდნენ კი არა ამაზე გერმანული მედიაც კი წერდა რომ ჰუბერტ knirschis მეუღლე ბატონ ბორის დასაქმებული ყავდა თავის უნივერსიტეტში ქუთაისში და კარგადით გასამრჯელოსაც უხდიდა. კარგად მახსოვს 2019 წელს შემოდგომაზე ბერლინში საგარეო საქმეთა სამინისტროში კავკასიის კურატორ სულთლად უფროს კითხე. რას გავს თქვენი ელჩის აქციელი, რატომ ამართლებს ბავშვებისთვის თვალების თხრას რეზინის ტყუებით მეთქი. რაღაცები იბუჟიალა, იმან რის მოკლეშინაა სასტი იყო. ელჩმა იცის დემოკრატია რა არის. იცის ხო? ოღონდ აღმოჩნდა რომ არც არაფერი იცის. ყოველ შემთხვევაში წულუკიანმა ახლა უკეთ იცის. საქართველოს მთავრობის წევრებს აღვლებდა რაღაცეებს და უფროსივით ელაპარაკებოდაო უთქვამს ახლა. მეც მიბრძანა ერთხელ რაღაც და არ შევასრულეო. შიდა სამზარეულოში რა იხარშებოდა ქოცებმა რა თქმა უნდა იციან. ჩვენ ის ვიკითხოთ, knirschმა ასე უცებ რა დააშავა. ის რომ 2019 წლის ივნისში კაბინეტში ეჯდა გახარიას და პარლამენტის ფანჯრიდან უყურებდა მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლიან დარბევას. მერე კი ამას საძაგლად აპროვებდა. ის რომ 2021 წელს საძაგლად აპროვებდა გაეროში ბავშვთა უფლებათა დამცველად სოფო კილაძის გაგზავნას, რასაც 50-მდე არასამთავრობო აპროტესტებდა. ჰომოფობია ეკალი და არსად შესაშვები არაო. ეგ მაშინ ჩვენ დაგვიშავა და დემოკრატიას, მაგრამ აქ სხვა ამბავი უნდა იყოს. knirschი როგორც ჩანს, მთელი თავისი წონისა და კავშირების მიუხედავად ვეღარ გაჩავს ბატონი ბორისის გათეთრებას ვერ ზოგადად დასავლეთში და ვერც კონკრეტულად გერმანიაში. ახლა მივედით წერტილამდე, როდესაც ოქრო ჯოჯოხეთს ვეღარ ანათებს. ეს არ არის 1 და 2 დღის, 1 და 2 წლის ნამუშევარი. პროჭორვილელებმა ამისთვის მრავალი წელი იმუშავეს, სრული შეგნებით, დაღლისა და ნამუსის გარეშე. სტატუსი, რომელიც დღეს მათ საერთაშორისო ურთიერთობებში აქვთ, რუსეთის, ბელარუსის, უნგრეთისა და ალბათ ირანის გარდა ერთი სიტყვით არ აღიწერება. ამისთვის ეს სიტყვა უნდა მოვიგონოთ. არალობირებადი, გაუправებადი, ან რაიმე მსგავსი. ან მამაპაპურად, უბრალოდ კეთროვან. ჩაერთვება შეერთებული შტატები თუ არა? დაიწყება მსოფლიო ომი თუ არა? მოხდება აპოკალიფსი თუ არა? ამას კითხულობს ახლა მთელი მსოფლიო. საქართველოში კი მთავარი თემაა ვინ ვის უწოდა მონა სოციალურ ქსელში და ამის გამო ჯარიმა ვის გამოუწერეს. სოციალური ქსელები ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს ძალიან არ უყვართ. აგერ ირანის ხელისუფლება მოქალაქეებს თხოვს ტელეფონებიდან წაშალონ ყველა მსგავსი აპლიკაცია. მათ შორის WhatsApp-იც კი, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად დაუშვეს. საბაბი? მაგას ჩვენი მტრები დაზვერვისთვის იყენებენ. WhatsApp-ის ან რამის ტელეფონებიდან წაშლა რომ აჩერებდეს ისრაელის ავიაციას, დიდი საქმე იქნებოდა, მაგრამ ომი და ბომბები როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანს, მაგრამ ირანელ ხალხს ასე მოულოდნელად გაუჩნდა ივანაშვილ კუბახიძის საყვარელი აიათოლებისგან გათავისუფლების შანსი. ამხელა თითქმის ბირთვული ქვეყნის მართვის სისტემის სრული მოშლა და დიქტატურის მკვეთრი კრახი, რა თქმა უნდა, იოლად არ დასრულდება. ახლო აღმოსავლეთში მებრძოლი შეიარაღებული ჯგუფების უფრო კი არმიების ალბათ 75% ირანის შექმნილია, გამოწვრთნილი და შეიარაღებული და მისი ინტერესებისთვის იბრძვის. ქვეყნის შიგნითაც აუცილებლად გამოჩნდებიან ძალაუფლებისთვის მებრძოლი ჯგუფები და ისტორიული გამოცდილებით სამწუხაროდ ალბათ კიდევ დაიღრება სისხლი. 100,000-ობით ლტოლვილი შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიაწყდეს. და სამეზობლოვინაა, არა კიდევ ერთხელ. ეს არის ყველაზე უარეს სცენარი. ყველამ ჩვენ ღმერთს ვთხოვოთ, რომ ასე არ მოხდეს და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. მაგრამ ამ და სხვა ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. მე სულ სხვა, ქართული, ძალიან ქართული კითხვა მაწყვალებს. რა დამძრეული აქვს სამყაროს, რომ ქართველები ირანში შახის დაბრუნებას გულშემატკივრობთ, ასე ხართ. გადაახვიეთ ერეკლე პაპას დროზე, გიორგი სააკაძის ეპოქაზე, ქეთევან დედოფალზე, ირანის შახტა და შაჰინშათა ნებისმიერი დინასტიის მმართველობაზე. რა ვიცი, ვიზზე და რაზზე აღარ. და ისევ დაფიქრდით, 2025 წელს გურჯები, სპარსეთში, ტახტზე, შახის ასვლას უჭერთ მხარს. ახლა მიხვდით სიტყვა ბედკრულის მნიშვნელობას. საგანგებოდ გადავზომე. თბილისიდან ირანამდე 200 კილომეტრია. სულ რაღაც 200 კილომეტრში გლობალური ომი იხატება. ცივილიზაციათა ჯახი. ხოცი კი დაფიქრების ნაცვლად ახლა რა უნდა ვქნათ, ვის და რის იმედად უნდა ვიყოთო, ამისთვის კრიტიკულ ორგანოს, უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს. და ზედაყოლებს საგარეო დაზვერვასაც.
ხო აი რა გვინდა ან ერთი ან მეორე ასეთი მშვიდი და დალაგებული ხომ სამყარო ჩვენს გარშემო არასდროს ყოფილა. Plus როგორც მივხვდით, აპირებს გააუქმოს საპოლიციო საგუშაგოები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის გასწორება. მართალია, არც ეგ გჭირდება. ეგ პრობლემას ჩათვალე მოგვარებულია. აი, ბოდიშს რომ მოვიხდით ყველანი სათითაოდ, როგორც ბატონი ბორისი გვასწავლის. ხოლო თუ საფრთხე აღარ გვემუქრება, უსაფრთხოების საბჭოს რატომ უნდა უხადოთ საერთოდ ხელფასი? მე მგონია რომ დემონსტრაციის ნიშნებს, ანუ რაღაცნაირად თეთრი ხელთათმანისტო გამოწვევის ესე იგი სროლის ნიშანს რა, გამოწვევის ნიშანს შეიცავს ძირითადად დასავლელი პარტნიორების მიმართ ერთი მხრივ ეს იყო ამოცანა, იმიტომ რომ საბჭო იცით თქვენ რომ ერთხელ იყო უკვე გაუქმებული და მისი აღდგენა მოხდა ძირითადად ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიური მეცადინეობით. ისინი ხშირად თხოვდნენ რომ საჭირო იყო ესეთი მაკოორდინირებელი უწყების არსებობა და მაშინ გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ხელთავიდან გაცოცხლეს ეს ორგანიზაცია. აქვე შემოდის მეორე საკითხი, რომელსაც თქვენ ხვდებით ახლა, ეს არის თვითონ გახარია. ანუ მე მგონია რომ ებრძვიან რა მათ შორის ესე იგი გახარიას ამ კონტექსტში რაც ხდება ჩვენ გარშემო, თუ გახარიას გარშემო, როგორც ჩანს ეს მომენტიც იყო, რომ მის მემკვიდრეობას ებრძვიან. უსაფრთხოების საბჭო გახსოვთ საერთოდ რა არის? აი, თქვენი ბელადი რომ ბოკერიას კანტორად მოიხსენიებდა ის. იმიტომ რომ თავისი პირადი და თავისი ფულის უსაფრთხოების გარდა სხვა არაფერი ადარდებდა და არაფერი ადარტებს. დღეს ამ კანტორის, ანუ საბჭოს გაუქმების ამბავი რომ გაიგეს, ბევრს ისიც კი გაუკვირდა რომ აქამდე არსებობდა. საკუთარ კანდიდატურასთან გიორგი მარგველაშვილთან ბრძოლაში პროჭორვილელებმა ჯერ პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ალტერნატივა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში შექმნეს და უსაფრთხოების საბჭო დაარქვეს. ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტი გახდა კი საბჭოს საერთოდ გაუქმეს. საბჭოს თავარი ფუნქცია რაც იყო, ანუ ერთი მხრივ აი უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, იცით თქვენ, გვაქვს ესეთი უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების არქიტექტურა, არც ერთი ეს დოკუმენტი არ არის განახლებული. საუბარია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე, თავდაცვის სტრატეგიაზე, ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმაზე, სხვა სექტორულ სტრატეგიებზე, არც ერთი ეს დოკუმენტი, რომელიც საბჭოს კოორდინაციის ქვეშ უნდა განახლებულიყო, ქვეყანას დღეს არ აქვს. ისევე როგორც ჩვენ ვნახეთ მეორე მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ საბჭოს, რაც არის ესე იგი უწყებათშორისი კოორდინაცია სხვადასხვა ტიპის კრიზისებზე რეაგირებისას, ჩვენ ვნახეთ რომ ეს ყველაფერი ჩავარდა, ხო, მეტი ჩავარდა იმ ფორმით, რომ კონკრეტული ადამიანების სამწუხარო ტრაგედიების ფასად დაგვიჭდა ეს, ანუ არც რეაგირება იყო ეფექტური. მართლა რა საჭიროა კოორდინაციის ორგანო თუ ყველაფერი ისედაც ერთი კაცის ხელით იმართება. ხო, აი რა საჭიროა საგარეო დაზვერვა, როდესაც თავს სახელმწიფოდ არ აღიქვა. მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია რომ აი კაცს მართვა და კონტროლს უნდა დაექვემდებარო საგარეო დაზვერვის სამსახური, მისი რესურსები, განსაკუთრებით ოპერატიული რესურსები უნდა მოხმარდეს შიდა პოლიტიკური, ესე იგი, ძალაუფლების გამტკიცების რესურსებს, იმიტომ რომ ანუ წარმოიდგინეთ ახლა რეჟიმი როგორ ხედავს სამყაროს რა, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსები ნაცვლად უცხო ქვეყნის არ ვიცი აგენტურისა დაგვდებს მე და თქვენ თენგო და იციან რომ არსებობს კიდე რაღაც ეგეთი რესურსი, რომელსაც ისინი ვერ იყენებენ შიდა ამოცანებისთვის, რატო გაუშვებდნენ ამ შანს ხელიდან, ხო? ანუ აქ მე მგონია რომ აი ეს რეჟიმ სერვაივალის თუ რეჟიმის გადარჩენის თუ რეჟიმის გამტკიცების მდგენელი ამ გადაწყვეტილებაში დაზვერვის სუსტან გაერთიანების კიდევ უფრო მეტია ვიდრე იქ იმ საბჭოს შემთხვევაში. აქამდე ხომ ყველაფერი პოლიცია და სუსი იყო? აწი, სულ ყველაფერი პოლიცია და სუსი იქნება. ქართველი მზვერავები ან რუსის ტიპის კაგებეშნიკებად იქცევიან პროჭორვილურ სუსში. ან სათავეში ჩაუდგებიან ბრიტანეთის დაზვერვას. ხო, ნახეთ რომ ეგეც შეგვიძლია ბოლოს და ბოლოს. და ისევ ქართულ ჯაშუშებს. უფრო ზუსტად, რუსის შპიონებზე ქართული გვარით. არა, ბორისი არ გელაპარაკებით. ამჯერად გიყვებით ვინმე ლევ, ალბათ ლევან ანდრიაშვილზე. რუსეთის მოქალაქეზე, რომელიც შორეულ არგენტინაში დააკავეს. არგენტინა არ იქცევა არც ერთი სხვა ქვეყნის манипуляციის ობიექტად. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება უპირველესია. ეს ანდრიაშვილი წლების განმავლობაში ცხოვრობდა არგენტინაში და თებერვალში იქორწინა ვინმე ირინა იაკოვენკოზე, რომელსაც გამოძიება ასევე რუსის ჯაშუშობას მიაწერს. არგენტინელები ასე დეტალებში ალბათ ვერ ერკვევიან, მაგრამ გვარების ჟღერადობამ უნდა დაგაფიქროთ, რომ რუსებმა მსგავსი მისიებისთვის საგანგებოდ შეარჩიეს არარუსული წარმომავლობის ადამიანები. იგივე საკეთებენ ბევრ სხვა ქვეყანაშიც.
ევროპაში მაგალითად უკრაინული სამხედრო ტვირთების მიწოდების საბოტაჟის უკან როგორც წესი უკრაინის მოქალაქეები ან უკრაინულგვარიანი რუსებით განახილავენ. არგენტინაში კი ქართულგვარიანი ქმარი და უკრაინულგვარიანი ცოლი რუსულ დიასპორასთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რასთავარია, ჟურნალისტებთან მუშაობდნენ. ანდრიაშვილი რუსეთში ოდესღაც თარჯიმანი იყო. იაკოვენკომ კი 2018 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა დაამთავრა. გამოძიება ამბობს, რომ ცოლ-ქმარმა არგენტინის სახელმწიფო საიდუმლოებამდეც მიაღწია, მაგრამ აღარ ამხელს დეტალებს. როგორც გატყობინებენ, დაკავებული საერთო ჯამში 5 ადამიანია. უბრალოდ უნდა გაგახსენოთ, რომ აგერ ახლახანს რუსჯაშუშთა ქსელი ბრაზილიაში გამოააშკარავეს. არგენტინაში მსგავსი ამბავი წლების წინ მოხდა. 2018 წელს კი რუსეთის პოლიტიკის საუკეთესო მცოდნეების გააოცა საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომელიც 400-მდე კილოგრამ კოკაინს ბუენოს-აირესის რუსული საელჩოდან გაჰყვა და აღმოჩნდა მოსკოვში, პუტინის სამთავრობო თვითმფრინავი ჩატანილ დიპლომატიურ პოსტაში. After nearly 400 kilograms of cocaine was seized at Moscow's embassy in Buenos Aires. The drugs were found in diplomatic luggage. ახალი არგენტინული გამოძიება, როგორც ჩანს, საფუძვლიანი იყო, რა კი ორგანიზატორებამდე მივიდა. ანდრიაშვილი იაკოვენკოს ოპერაცია პროექტ ლახტას ნაწილია, ამტკიცებს არგენტინის სპეცსამსახური. 2 სიტყვით ლახტაზე სიტყვა თუ არ გეცნოთ. ეს არის უდრო დაღუპული ევგენი პრიგოჟინის პროექტი, რომელიც 2016 წელს ამერიკის არჩევნებში ჩარევაში ამხილეს. პრიგოჟინი იყო პირველი, ვინც სახელმწიფო მასშტაბში შეძინა ტროლბოტების მუშაობას და დებულად გამოიყენა ახალი ტექნოლოგიები, თან ისე რომ რუსეთის ხელისუფლება თითქოს არაფერ შუაში იყო არსად. მაგრამ პრიგოჟინმა სახლში ვეღარ ივარგა. 2023 წელს ჩააგდო შანსი, რომელიც ჩვენ ყველას ჰქონდა. თავისი ვითომ კერძო არმიით მოსკოვზე დაძრული შუაგზაზე გაჭერდა. ორთვეში როგორც მოსაოდნელი იყო გამოუყვანეს წირვა. მისი ვაგნერი პრაქტიკულად დაშალეს და სხვა ასევე ვითომ კერძო კომპანიებს შეუერთეს. კერძოდ რედუცსა და აფრიკულ კორპუსს. მაგრამ რა კი ახლა არგენტინა ისევ ლახტას ახსენებს, უნდა მივხვდეთ, რომ კრემლმა პრიგოჟინისგან არა მხოლოდ შეერაღებული არმია, არამედ კიბერარმიაც გადაიბარა და ისევე აგრძელებს მსოფლიოს შხამოს თავისი გავლენით. რის გამოც მსოფლიო ბლეზ მეტრეველის შემდეგ ერთ კვირაში უკვე მეორე ქართველი მზვერავი ლევ ანდრიაშვილი გაიცნო. ოღონდ არც თუ საამაყოდ საწინააღმდეგო ფრონტზე. უკრაინის ომი მხოლოდ გადამდგარი გენერლებისთვის არ არის გაკვეთილი. მოქმედი გენერლები სწავლობენ და გეგმებს წერენ. ნატოს გენერალური მდივანი ლამის არჩევის დღიდან ითხოვს ისეთი მოწინააღმდეგე ყავს თავდაცვისთვის გაცილებით მეც მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს უნდა ხარჯავდეთო. ეს იდეა მაშინვე მოეწონა ტრამპს, რომლის პირველ ვადაში ევროპელებთან დაპირისპირების ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ არასაკმარისი სამხედრო ხარჯები იყო. სანამ ნატო ამ საქმეზე იმსჯელებს და დეკლარაციით გააფორმებს, ვიღაცები არ ელოდებიან მომატებული რისკის ზონაში გადაწყვეტილებებს მომეტებულად სწრაფად იღებენ. უკრაინის ომი ნათელი მაგალითია, რომ ჩვენ სამეზობლოში უსაფრთხოების ვითარება შეიცვალა და უარესისთვის უნდა ვემზადოთ. ჩემი თანამოსაუბრე გეორგ სკერლინსი, ლატვიის სამხედრო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ვერ იტყვის, რომ სახელმწიფო არმიის მზადყოფნას ყურადღებას არ აქცევს. მართალია, ლატვია არ არის შეერთებული შტატები, ჯერ არც ნორვეგია, მაგრამ წელს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ს ხარჯავს, რაც წილობრივად ძალიან ბევრია. ალიანსის წევრთა დაახლოებით მესამედი გეგმიურ 2%-საც ვერ აკმაყოფილებს. ფულადი გამოსახულებით ლატვიის 3.5%-იანი თავდაცვითი ხარჯი არის 1.5 მილიარდზე მეტი ევრო. იანვრიდან კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ამდე ავა. ძალიან ბევრს საუბრობენ რუსულ და სხვათა შორის ლატვიურ მედიაშიც, რომ რამე რომ მოხდეს, მეხუთე მუხლი შეიძლება არ ამოქმედდეს შეერთებული შტატების ან სხვათა პოზიციის გამო. ამაზე მას შემდეგ ლაპარაკობენ, რაც ნატოს წევრობა გადავწყვიტეთ. ალიანსი იძლევა კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიას და ამ იდეით მუშაობთ. ჩვენი გარანტიები სხვა ქვეყნების წინაშე ძალაშია. ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. იმავეს ველოდებით სხვებისგან. გვაქვს მეხუთე მუხლის ამოქმედების იმედი, მაგრამ რა თქმა უნდა გვახსოვს, რომ თავის დაცვა პირველ რიგში თვითონ ქვეყნის ვალდებულებაა. მეხუთე მუხლის საპირისპიროდ კი არა, მის დამატებად. ბალტიის ქვეყნების სამხედრო ხარჯების თვლისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც ლატვიას, არც ლიეტუვასა და არც ესტონეთს არ ყავთ საკუთარი საბრძოლო ავიაცია და მათ საჰაერო სივრცეს მთლიანად აკონტროლებენ მოკავშირეთა გამანადგურებლები, რომლებიც აქ როტაციით ჩამოდიან. ეს კი ამ სამი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტებს ალბათ ყველაზე დიდ ხარჯს არიდებს. დარგი დამატებაა, ბარემ დაუმატეთ, რომ სამივე ქვეყანაში განთავსებულია მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტები, რომლებიც ამ ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმას ერთბაშად ნატოს 10-მდე წევრ ქვეყანაზე თავდასხმად აქცევენ. რა არის ნატოს მოწინავე განთავსების კონტინგენტის პასუხისმგებლობა, რომელიც ლატვიაშია განლაგებული? უფრო სიმბოლური როლი აქვს თუ ქმედითი სამხედრო შენაერთია? ორივე. რა თქმა უნდა, ეს ნატოს სხვა ქვეყნების მიერ ვალდებულების შესრულების მკვეთრი სიმბოლოა.
ადაჟის ბაზაზე მრავალეროვნულ ბრიგადაში დღეს 14 ქვეყნის კონტინგენტია გაერთიანებული. ასე რომ თან ერთობის სიმბოლოა, თან ქმედითი ბრიგადა რეალური სამხედრო შესაძლებლობებით. მე ისინი საქმეში მინახავს. თითქმის 8 ათეული წლის წინ ნატო იმისთვის შეიქმნა, რომ შეეჩერებინა წითელი ჭირის გავრცელება აღმოსავლეთიდან. ბევრს ბაქი ბუქობდა საბჭოთა კავშირი. წარმოუდგენელ რესურსს ხარჯავდა სამხედრო მზადყოფნისთვის. გარშემო ნახევარი კონტინენტი მისი მოკავშირე იყო, მაგრამ ნატოსთვის დარტყმა ვერასოდეს ვერ გაბედა. დღევანდელი რუსეთი იმ საბჭოეთის მხოლოდ აჩრდილია. ოღონდ ამბიციები არანაკლები აქვს. სამხედრო სისტემაზე მძლავრი კი აქვს პროპაგანდისტული სისტემა, რომლის ერთადერთი ამოცანაა მუდმივ შიშში აცხოვროს ყველა მეზობელი გარშემო. აი დილით დავარტყამთ, აი საღამოს. და როგორც თავის დროზე ავღანეთში შეჭრით მიხვდა ყველა, რომ საბჭოეთი უნდა დაენგრიათ, ასევე დაარწმუნა ყველა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიამ. პუტინთან თანაცხოვრება არ გამოვა და თუ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაში ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკის. ორ კვირაზე მეტი გავიდა ოპერაცია აბლაბუდას ჩატარებიდან. ბევრი შეფასება მოვისმენთ და ბევრ ვარიაციას გავეცანით. აი, ნატოს დათვლით კი ივნისის შეტევას რუსულ აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 34% შეეწირა. დაზიანდა უმცირე 40 თვითმფრინავი. არა, მოდი ვთქვათ 41, მაინც უფრო კარგ აჭრეს, ხო? ამათგან სრულად არის განადგურებული 10-დან 13-მდე თვითმფრინავი. და რის ნიშანია ეს? კარგი არაფრისა რუსისთვის. იმიტომ რომ სტრატეგიულ ავიაციაში მდგომარეობა იქამდე არც თუ სახარბიელო იყო. სააგენტო დალასმა მოიპოვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული ერთი თათვირის დოკუმენტები, რომლებიც გაცილებით უფრო კარგად ჩაგახედებთ ამ საქმეში. თუნდაც მხოლოდ ერთი თვითმფრინავის მაგალითზე. ყველა საინტერესო შემთხვევა ალბათ არის ერთი ბომბნამშენი Tu-160, სერიული ნომრით 801 და საბორტე ნომრით 06. გაშონილ დოკუმენტებში მას ახსენებენ ყველაზე ხშირად. შეიძლება რამე ვიდეოში ამ ფოტოზე შემჩნეული გაქვთ ამ თვითმფრინავის სახელი, ილია მურომეც. რუსული პროპაგანდა მის კადრებს ხშირად იყენებს ხოლმე, მით უფრო მას შემდეგ, რაც 2024 წლის 22 თებერვალს ილია მურომეცით პირადად დიდმა ხუილო მიფრინა. დამონტაჟებული ასე იყო ყოველ შემთხვევაში. ფრენის მიზანი იყო უკრაინას შეჭრის მეორე წლისთავის აღნიშვნა და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანდიდატის მილიტარისტული რენომეს წამოწევა. ორ დღეში კი დიდი ხუილო პირადად ეწვია ქარხანას ყაზანში, სადაც ამ ტიპის აპარატებს აშენებენ. კრემლის ინფორმაციით, უმაღლესი მთავარსარდალი პირადად გაეცნო 4 თვითმფრინავის მოდერნიზაციის პროცესს. ამის შემდეგ თქვა, რომ ძალიან სანდო და თანამედროვე ლაინერია, იმდენად, რომ მისი სამოქალაქო ვერსიის გამოშვებაც უნდა დაეწყოთ. მაგრამ უკვე ერთოში კატასტროფა მოხდა. 2024 წლის 21 მაისს FSB-ს კანცელარიაში შევიდა წერილი სამეცნიერო საწარმო გაერთიანება ტემპის დირექტორისგან, რომელიც FSB-ს დირექტორ ბორტნიკოვს პირადად ატყობინებდა რუსეთის ბრძოლის უნარიანობის წინააღმდეგ საშინელი, აღმაშფოთებელი საბოტაჟის შესახებ. კერძოდ, 2024 წლის 11 მარტს ყაზანის ქარხანაში სარემონტოდ მიყვანილ ილია მურომეცს საამქროში დგომისას გაუჩნდა ცეცხლი. ერთ ძრავს ეჯერ. შემდეგ ცეცხლი თვითმფრინავს გადაედო და მერე მეორე ფრთამდეც მიაღწია. საერთო ჯამში დაიწვა 4-დან 3 ძრავი. ტემპის დირექტორი FSB-ს დირექტორ ბორტნიკოვს უმტკიცებს, რომ ეს მისი ბრალი კი არა, როგორც აბრალებენ, არამედ სხვა საწარმოს. კორპორაცია კუზნეცოვის ბრალია, რომელიც სტრატეგიული თვითმფრინავების ძრავებს კონტრაფაქტული დეტალებით აწყობს, ანუ არალიცენზირებული ნაწილებით. აი, ფეიქრების ქუჩაზე რომ გეკითხებიან, ტაივანური ნაწილი გინდა, ევროპული თუ გერმანულიო, იგივე ამბავია. წერილი აღარ აზუსტებს, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით. შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ორიგინალური ნაწილები, რაც ილია მურომეც თუ სხვა Tu-160-ებზე გამოიყენებოდა, დასავლური წარმოების იყო. სანქციების ამოქმედების გამო ეს დეტალები რუსეთში ალბათ ვეღარ შეაგვდა პუტინის საყვარელი ლოზუნგის განხორციელებას იმპორტოზამიშენიეს, ანუ იმპორტის ჩანაცვლებას შეუდგნენ. ოღონდ რუსული სიზუსტითა და რუსული ხარისხით. შედეგიც ახეზია. ამ რემონტში კომპანია ტემპს თავისი წილი აქვს. 2025 წლის 30 მაისამდე უნდა შეეკეთებინა და ჩაებარებინა ილია მურომეცის ძრავისა და საწვავის ელექტროსისტემები. ძრავების გაერთიანებულ კორპორაცია კუზნეცოვსკი აქვს და 15 აგვისტომდე, რათა სრულად შეაკეთოს ილია მურომეცის 4 ძრავა. თანდართული დოკუმენტებით, მუხრუჭები და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი სისტემები, რომელთა გარეშეც თვითმფრინავს საამქროდანაც ვერ გამოაგორებ, კონტრაქტით მზად მხოლოდ დეკემბრის ბოლოს უნდა იყოს. მერე დაიწყება საყმელეთო, ბოლოს კი საფრენი გამოცდები და სერტიფიცირება. ილია მურომეცის ავარია შეგახსენებთ მოხდა 2024 წლის მარტში. გამოდის, რომ ამ ერთი თვითმფრინავის მწყობში დასაბრუნებლად რუსეთს უმცირე 2 წელიწადი დასჭირდება. გაიხსენეთ კადრები, როგორ ირჩევდნენ უკრაინული დრონები დარტყმის წერტილს რუსულ თვითმფრინავებზე. ურტყავდნენ ზუსტად ძრავების დამაგრების ადგილებში. ამას ქვია მეცნიერული მიდგომა, როცა იცის სადაა ყველაზე სუსტი წერტილი თვითმფრინავის კონსტრუქციაშისა და წარმოების მთელ სისტემაშიც. რომს ჩავთვალოთ, რომ ყოველ დაზიანებულ თვითმფრინავს მართლა აღადგენენ, იმდენი მზე არ გაუთენდეს პუტინს. უნდა გვახსოვდეს, რომ სტრატეგიული ლაინერების 3 ტიპიდან 2, Tu-95 და Tu-22 დიდი ხანია მოხსნილია წარმოებიდან.
თუ 22-ის მოდერნიზაცია და თუ 160-ების წარმოება მოდერნიზაცია კი ერთადერთ ქარხანაში ყაზანში ხდება. ახლა თუ მოცლილები ხართ, გადაიანგარიშეთ ეს 2 წელსა და გამოთვალეთ, რამდენი დრო დასჭირდება ჯერ ამ 51 თვითმფრინავის აღდგენასა და მწყობრს ჩაყენებას, შემდეგ კი იმისას, რასაც უკრაინელები აწი ამოიღებენ მიზანში. ველოდებით მომენტს, როდესაც ხეების უკან ტყეებსაც დავინახავთ. ანუ განადგურებული სტრატეგიული ავიაციის უკან დავინახავთ რუსის დასუსტებულ შეტევას უკრაინაში და როგორც გაგრძელებას საფრთხის შემცირებას დანარჩენი ევროპისთვის. ეს იყო ნაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. ნაშა კი არა ვაშა. ეს იყო ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. ობიექტურად სუბიექტური ამბები. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, მოგვიწონეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.